მოკლედ ეხლა რას ვაკეთებ? ამღვრეული წყალია და ამ დროს რო ახლა ვაკეთებ ხოლმე და ფერების თამაშით როგორ ვატყუებ თევს, მე ამას გაჩვენებ ახლა ამას წამოგიდგენთ. რავი, არცად არ მინახია ეს ვიდეო რო გადაიღოთ რა. რაღაც რო გამიგეთ, მეგობრებოდ გამიგეთ. ეს რაღაცა ასე ვეთქვა გაჩვენოთ. არცად არ მინახია რა. საქართველოში ვიძახი რა. მოკლედ ეხლა გაჩვენებთ ფერების თამაშით როგორ უნდა მოვატყუოთ თევს. თან ესეთ ამინჩი, ესეთ ფერში, აი ალახიანია წყალი. მოგებობ ნახოთ. ეხლა მოკლედ რაზე მაქვს საუბარი. ამოვიგოთ წყალი. მე გამოვიყენებ ჯისტილის მატს. დავითი გამოვიყენებს ქლიავს ჯისტილის. ოღონდ პრინციპს და მეთოდებს ეს და იგივე ვექნება. ამ სათში მოვზილავ შემოკარგებო მატს და აი ამ სათში მოვზილავ ჯისტიმის სიმინდს. და საცალკე რატო უნდა მოვიზიდოთ და ასე შემდეგ. ეხლა დაჩენებთ რატო ვიზიდოთ საცალკე. ასე ნახევარი მე ნახევარი დავით. აი ნახევარი დავით, ნახევარი მე. ეს დავითია. ეხლა რა ხდება ჩემო მეგობრებო? დავით, გაჩვენოთ. ამგვარული რო არის, არ აქვს მნიშვნელობა რა ფერი იქნება, მარწყვი არის წითელი, თუ გინდა შავი ფერი გამოიყენებთ, ეხლა მე შავს ვიყენებ ხოლმე, თუ გინდა თეთრი გამოიყენე და პირიქით რა. ეს იქნება ჯისტიმის მარწყვი იქნება ბაზა, რომელიც ჩაიყრება პირველი ეტაპზე, დაკვების ეტაპზე ჩაიყრება პირველად მარწყვი, წითელი ფერი და მე უკვე დაკვებას გავახორციელებ, უკვე საბრძოლო დაკვებას გავახორციელებ უკვე თეთრი ფერით მეგობრებო. და ამ კომბინაციით ძალიან ინტერესდება თევზი, რა თქმა უნდა, წითელ ფერთან თეთრი ფერი ლოგიკურად უკვე ძალიან გამჭვირვალე ხდება, ძალიან საინტერესო ხდება თევზისთვის და უფრო ინტერესით შემოდის რა. გატესტილი მაქვს, მუშაობს, ფერები თამაში ძალიან მაგრად უყვარს თევზს და რავი, თუ გამოგადგებათ, აგერ ჩემი მეთოდები, აგერ ჩემი ტექნიკები, ჩემი პრაქტიკა, ჩემი ცოდნა. არ აქვს მნიშვნელობა, ხა წითელი ფერია, მაგრამ შეგიძლიათ იყოს შავი ფერი, ან თეთრი ფერი. შავი ფერი თუ გიხნებათ აქ შავი ფერი, ხო? დასაკვირვებით თეთრი ფერი უნდა ქონდეს თუ გეჭვ. იმიტომ რომ შავი ფერი იქნება ბაზა, რომელიც თევზი მოვა და შეჭამს, მაგრამ შავ ფერს ვერ დაინახავს უფრო კარგად, ვიდრე შავ ბაზასთან თეთრ ბაზას მეგობრებო. დასაკვირვებით და გაგიჩერდებათ იქ რა. გამოსილია და აქ მუშაობს. რა თქმა უნდა, ეხლა ამას გეგმავ, რა თქმა უნდა, ეხლა ამას ვაკეთებ ამ ეტაპზე. მოვზილავთ, რა თქმა უნდა, ჯერ წითელ ფერს მოვზილავთ ჯერ, კარგად. ჯერ წითელი ფერი დავიწყეთ, მერე უკვე ამით დავყვებავთ და ამით გავახორციელებთ უკვე ნემსკავთან, ერთად უკვე თეთრი მექნება რა. ეს იქნება ბაზა, რომელიც ჩაიყრება. და უკვე ნემსკავსო გავუკეთებ, რა თქმა უნდა, საკვებულით ამ თეთრს მივაწვდით, რომ ძალიან იყვიდებს ინტერესში ჩააგდებს თევზს ძალიან მაგრად მეგობრებო. შეიძლება დავიწეროთ რებს იგონებთ ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიგონებთ მეგობრებო. ამბასებ ჩემი მეთოდები, უკვე ძალიან ბევრს დაგიმტკიცებთ ეს და დავამტკიცე, რომ ჩემი მეთოდები, ჩემი პრაქტიკა, ჩემი ცოდნა მუშაობს და გადგებათ. და ვინც გადგებათ, ძალიან გთხოვთ, რომ კომენტარები დამიწერეთ, რომ გავაგონოთ საქართველოს, რომ მართლა მუშაობს ჩემი მეთოდები და ჩემი ტექნიკები. თუნდაც კომენტარი დამიწერეთ, ვინც გამოგადგათ მასა ჩემი რჩევები რა. და ჩემი მიდგომები. ხო, ეს მზად არის. ამას ეხლა ჩვენ შეგვიძლია ჩვენ მეგობრებო, შეგვიძლია ჩვენ ასოში ჩაუმატოთ სიმინდი. შეგვიძლია ჩვენ პროცესი ჩაუმატოთ და შეგვიძლია ჩვენ ჩაუმატოთ აქვე. თავი წვენია, რა არის პრობლემა? ოღონდ ეხლა რო იწერებით მუდმივად შედეგი რატო გაქვს? ეხლა შედეგი რატო მაქვს? მე არ ვიცი დოზა, რა დოზა მივაწოდო თევზს და რა დოზით უნდა შეჭამოს თევზმა, რა დოზით უნდა გავუკეთო ნემსკავზე სატყუარა და ასე შემდეგ. მე უკეთებ აი ეს ცოტა რაოდენობით დასაკვებს სიმინდს, იმიტომ რომ თევზს უნდა მივაწოდოთ იმდენი რაოდენობა, რომ ჩვენი სატყუარა მალე მოძებნოს მეგობრებო. თუ გადავამატეთ და გავაძღეთ და ერთი სათი ჩაუყარეთ, ჩვენი სატყუარა შეიძლება მოძებნოს მეორე დილით.
რომ არ მოხდეს ეს მოვიდით რომ მოძეგოს შეისატყუარა და მალე მოძეგოს. ძალიან ცოტა ჩაუყარეთ სიმინდი. მაგრამ ერთი გავითვალისწინოთ. დასაკვებში თუ იყრება სიმინდი არის ერთგვარი საჭმელი თევზით და ერთგვარი სატყუარა, რა თქმა უნდა, თუ ჩაჭრის ჭიას იგივე, მაგრამ კითხვები იყო რომ აი სიმინდი ჩაუყარება ჭი შემიძლია კი? სიმინდი თუ ჩაუყარი, შეგიძლია ჭითაც თევზაო, ნებისმიერი სახეობის სატყუარით, მაგრამ ნუ და გავიწყდება სიმინდი. რაც ყრია, ამას დავიწყებს ჭამას. მოკლედ, ეს ესეა და მე იქ გადავართ უკვე პროცესში, რაც გაჩვენებს რა ხდება. აქ უკვე სიმინდი არის, აქ უკვე სიმინდს არ ვამატებ. აქ სიმინდს უკვე არ ვამატებ. სიმინდის დასაკვებიც არის და რა თქმა უნდა თეთრი მასა მჭირდება. მე რომ დავაინტერესო თევზი, შემოკარგება. თევზი დაინტერესდეს, მაგიტო. წითელ ფერთან თეთრი ფერი იყვირებს, როგორც ჩვენ ხედავთ რომ ყვირის, ისე ყვირის თევზთანაც რა. იქ მიმართება ჩემო მეგობრებო. აი ეს. დავდანახე. ჩათო ეთოფსკეზე დაიყარა ეს წითელი ფერი რა. და მე დაედო ყვითელი. უეჭველი მოვა. ხო, ეგა. წინი მოზილები და უკვე სად არის? ეხლა გადავიდეთ დავით ამაც უკვე აწყო. ტივტივით იქნება დავითა და ფიდელითაც. ჩვენ მეც იგივე ფიდეს ჩავაგდებ და ტივტივით გავტესტავ. ხა ტივტივით რატო გავტესტავ, იცით? ტივტივით დამეხმარება, ფიდელშიც დამეხმარება, რა თქმა უნდა, ჩვენ თევზობაში დამეხმარება, რომ ტივტივით რომ მალე მივხვდებით სად დგას თევზი. ბაღლა დგას, შუაში დგას, მტკერზე დგას, ჩრდილში დგას თუ ასე შემდეგ. ეხლა პირადად რაც ეხა მოვედი, დავითახმება, რომ პირდაპირ დიაგნოზი დაუსვი სად დგას თევზი. აი ხედავთ ეს, აი თუ გადიდებ, ნახე. არის ხის შუაში დგას თევზი. ძირში დგას თევზი. რატო დგას ეხლა ძირში, ხო? ჩრდილია, მეგობრებო და მაგით დგას ძირში. ჩრდილში. ეხლა რომ მე მცხელა. ხო არ ჩრდილში. იგივე საკეთებს თევზი, ცხელა და შევიდოთ ჩრდილში რა. ამის გამო მეგობრებო, ეს მონაკვეთები მოიძიეთ. კიდევ ეხლა გამიგზერა საუბარი, მაგრამ კიდევ ერთი მინდა რომ გითხრათ. ეხლა მინდოდა საკეთ ჩამეწერა ეს ვიდეო, მაგრამ ამ ტბას ახასიათებს ძალიან თუთის ხეების სიმრავლე რა, ძალიან ბევრი თუთის ხეა. თუ ამოხართ ამ ტბაზე, ეცადეთ რომ ბაზა მეგობრებო, ბაზა მოიძიეთ, იმიტომ თუთა რო იყრება წყალში არის ერთგვარი ბაზა. სადაც იქნებით არ აქვს მნიშვნელობა ქუთაისში ითევზავებთ, კახეთში ითევზავებთ, აჭარაში ითევზავებთ, არ აქვს მნიშვნელობა. ტბაზე მოიძიეთ ბაზა. თუ ბაზა აქვს ან ტყემლის ხე, ან მაყულის ბუჩქი, ან თუთა, ან ალუჩა, არ აქვს მნიშვნელობა, ატყემალი, ხო, მნიშვნელობა არ აქვს. ან ჩაუყარეთ იგივე სატყუარა გავუკეთეთ. ტყემალი, თუთა, ან მნიშვნელობა არ აქვს, ან ნებისმიერი სიმინდი, ჭია ჩაუყარეთ, დაიჭერთ. ბაზაზე რა, ბაზა მოიძიეთ უეჭველი რა. შეხედეთ რა ხდება. ეხლა ბაზას უყურებ აღარ არის ბაზა, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ აღარ არის თუთა და მორჩა. თუთა ხო ჩაიყარა, თუთა ეხლა წყალში არ ფუჭდება, ეხლა რამოდენიმე თუ ეჭდება რომ გაფუჭდეს, ხო? წავით მეგობრებო და ძროებით.